26 ივლისს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა საბერძნეთის ოლიმპოს მთა და ნორმანდიის სადესანტო სანაპიროები დაამატეს. 12 ოლიმპიელი ღმერთის მითიური სავანის ოლიმპოს მთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანით საბერძნეთის 12 წლიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და შესაბამისად მოიპოვა მთის როგორც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის აღიარება. ზღვის დონესთან ახლოს მდებარე თითქმის 3000 მეტრის სიმაღლის მთა ითვლებოდა ღმერთების მეფის ზევსის სამფლობელოდ, რომელიც ამავდროულად მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. საფრანგეთიდან კი ნუსხაში შეიტანეს ნორმანდიის 5 სადესანტო სანაპირო: ომაჰა, იუტა, სორდი, გოლდი და ჯუნო, სადაც 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა 150,000-ზე მეტი ჯარისკაცი ნაპირზე გადმოსხეს, რათა მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთი ევროპა ნაცისტური ოკუპაციისგან გაეთავისუფლებინათ. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია სხვადასხვა ტიპის ნაგებობა, მათ შორის გერმანელების ციხე-გალავნები, ბომბებით დაზიანებული ლანდშაფტები, მოკავშირეთა ნავსადგურის შენობა და ჩაძირული გემები. იუნესკოს ნუსხას ასევე დაამატეს მარკეს რეგიონის იტალიის ისტორიული თეატრები, იაპონიის უძველესი დედაქალაქები ასუკა და ფუძივარა და სამხრეთ სუდანის ბომა ბანდინგილოს მიგრაციული ლანდშაფტი და სხვა.